მსგავს პრობლემებთან ადამიანს, რომელსაც აი სერიოზული ტრავმა აქვს, ან გენეტიკური დაავადება აქვს, ესე ვთქვათ, ძირითადად მაგ ადამიანებთან ძალიან იშვიათად მიწევს ხოლმე შეხება. ნუ სიმართლე ითხრა არც მოდიან ჩემამდე, მაგრამ ვინც მოსულა იქ იმის რეკომენდაციით, რომ რაღაცა მონახაზი გვაქვს, რა გვინდა სიტყვაზე ამაზე მუშაობა, ესეთნაირად, რომ სიტყვაზე აი საბაზო არჩევი არ გქონდეს, კორპუსი ნაკლებად იყოს დატვირთული და რაღაცა მეტი იზოლაციები გქონდეს და ეს იზოლაციები ვიცით რაცა და შეგვიძლია საქმე შევუდგეთ. მაგრამ არიან მაგალითად უპასუხისმგებლო მწვრთნელები, რომლებიც ახლა მესმის რომ ყველა მუშაობთ ფინანსებისთვის და ნუ ფინანსები არის ის რითიც ვარსებობთ, ხო? მაგრამ იმის გამო რომ შენ მოსწავლე აიყვან და ფული გადაგიხადოს, არ უნდა დაანგრიო და არ უნდა დალეწო რა. და ბევრი აზრზე არ არის საერთოდ დასაკეთებს და მარტო იმიტომ რომ მოსწავლე აიყვანოს და იმა ფული გადაუხადოს, დაუშვებს მაინც მაგას და აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მე უარესი ემართება ამ ადამიანს. მოტივაცია ხო ისედაც ძლივს მოვიდა შენამდე ისედაც დაზიანებულია. უფრო აზიანებ, მე მიდის ისევ ექიმებში, მე უარესად ეწელება ეგ პროცესი და ეგ ადამიანი საერთოდ ვარჯიშს ოდესღაც ან დაიწყებს, ან აღარ დაიწყებს.